მოგესალმებით, მე მარტოხელადე და სოფო სურგულაძე. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა ჩემს გამომწერებს უთხრა აქტიურობისთვის, განსაკუთრებით TikTok-ზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნახვა აქვს. YouTube-ზე საკმაოდ მოგვიმატა გამომწერები, არა ძალიან მნიშვნელოვნად, მაგრამ ეს უნიშნელო მომატებაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. დღესაც ისევ გვჭირდება სპონსორი, იმიტომ რომ ისევ არ გვყავს. და თუ ვინმე გამოგვეხმაურებით, ძალიან გაგვეხარდება და გარდა ამისა შევძლებთ უფრო ხარისხიანად მუშაობის გაგრძელებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იდეის განხორციელებას ვერ ვახერხებთ, რადგან ფინანსური ხარდაჭერა არ გვაქვს. და რაც მთავარია, მწერალთა სახლს ძალიან დიდი მადლობა და ჩემი უდიდესი მადლიერება იმისთვის, რომ უსასყიდლოდ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაგვითმოს სივრცე და გვაძლევს საშუალებას, რომ გადაცემები ჩავწეროთ და ძალიან დიდი მადლობა. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია საფარის სოციალური მუშაკი ქეთი ბერიძე, რომელთან ერთადაც ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრებ და პატარა შესავალი მინდა გავაკეთო. ქალბატონი ქეთი ნახე Facebook-ზე, უბრალოდ მეგობარმა ჩამიგდო ვიდეო ამ თემას უკვე შეეხეო და არამეთქი და რომ მოусვინე, იმდენად საინტერესოდ საუბრობდა და იმდენად რაღაცა ჩემიანად მივიღე, რომ მივწერე და დამთანხმდა, მოვიდა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა, სოფო, შენ ზოგადად გადაწყვეტი ამ საკითხებზე იმუშაო. ძალიან ბევრი ქალის პრობლემა შეეხე. და ძალიან ბევრ ქალს შეიძლება მივცეთ мотиваცია ახლა ჩვენ აი ამ გადაცემით, რომ რაღაცების შეცვლა დაიწყოს საკუთარ ცხოვრებაში და ვაჩვენოთ გზები, სულ მინიმუმ როგორ შეუძლია ეს გააკეთოს. რაც აუცილებელია, რომ მიმართულება მივცეთ. ჰაერზე საუბარი, რომ შეცვალე ცოტა რთულია იმ ადამიანისთვის. იქ უნდა იცოდეს კონკრეტულად რაც შეუძლია მივიდეს, რაზე შეუძლია მიმართოს და ასე შემდეგ. დავიწყოთ ეკონომიკური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა და პირველად გავიგე მე თქვენგან ეს ტერმინი და ის ფაქტი, რომ თურმე შეიძლება შენზე ეკონომიკურადაც ძალადობდნენ და ეს რომ განვმარტოთ, ჩავშალოთ, რა არის და რას ვეძახით, რა შემთხვევაშია ეს ძალადობა. ეს არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. ყველაზე დამალული ფორმა. ყველაზე ნაკლებად იდენტიფიცირებადი ფორმა, იმიტომ რომ ხშირად თავად ქალებსაც უჭირთ იმას შემდეგ გაწკიდაც, ახლა მოხსნით, რომ აი ეს შენ შრომას რომ იყენებს, ხელფასს რომ შენ თავად ვერ განკარგავდა, ну ძალიან ბევრი მახასიათებელი აქვს ეკონომიკურ ძალადობას და ამაზე თუ სურვილი გექნება, შემიძლია უფრო დეტალურად ვისაუბრო. აი ხშირად აი ამ კონსულტაციის შემდგომაც უჭირთ ხოლმე რომ იდენტიფიცირება გააკეთონ, რომ ისინი არიან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები და რატო? იმიტომ რომ ცხოვრობთ სტერეოტიპულ საზოგადოებაში, გენდერულად არათანაბარ საზოგადოებაში, სადაც ქალის შრომა, განსაკუთრებით ოჯახში შრომა არ არის ხო, ну გათანაბრებული თანაბარ პოზიციაში არ აყენებს მამაკაცის შრომასთან, რომელსაც პირობითად ხელფასი ოჯახში შემოაქვს, ხო? ну შეიძლება ესე არ იყოს, მაგრამ ну რაღაცა თანხას გამოიმუშავებს ოჯახის არჩენად და ქალი, რომელიც არ არის დასაქმებული, მაგრამ არის დასაკავებული საოჯახო საქმიანობით, საოჯახო მეურნეობით, მისი შრომა არ აღიქმება შრომად საზოგადოებისთვის, ხო? ну ეს ესეა და ამიტომ ხშირად არის ხოლმე აი ამის რაღაცა ეს ჩემი მოვალეობა და ну ხშირად ამას ქალები თავად აიდენტიფიცირებენ და ასევე საზოგადოების ხო აბა დედაა და მისი მოვალეობაა რომ ბავშვი გაზარდოს, ხო? ну აი იქამდე სანამ ვიცხოვრებთ ასეთ სტერეოტიპულ საზოგადოებაში, ეს თემა იქნება ყოველთვის დაფარული ძალადობის ფორმა. ეკონომიკური ძალადობა ხშირად ძირითად შემთხვევაში არის გენდერულ ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან ერთად. ანუ ეკონომიკური ძალადობა შეიძლება განხორციელდეს ოჯახში, ქალზე, შვილის, ოჯახის წევრის შვილის, მეუღლის, პარტნიორის, მშობლის და ოჯახის წევრის მიერ და ასევე შეიძლება მასზე როგორც ქალზე გენდერული ნიშნით განხორციელდეს ეკონომიკური ძალადობა და
ამ ორივე მიმართულებით საფარი აქტიურად მუშაობს ჩვენი ორგანიზაცია. არაერთი кейსი გვაქვს აქტიური ვაწარმოებთ. მინდა უთხრა ქალებს თქვენი გადაცემის საშუალებით, რომ შეუძლიათ მოგვერთონ უფასო სამართლებრივ კონსულტაციას, დახმარებას მიიღებენ ჩვენი ორგანიზაციისგან ეკონომიკური ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით. ეს არის ფანტასტიკური ხლა რაც თქვენ თქვით ეს ბოლო ის მომენტი რომ შეუძლიათ მოვიდნენ და თუნდაც თუ რომელიმე ქალბატონს აქვს ეჭვი ან ფიქრობს რომ არის სწორედ ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი მოვიდეს უფასოდ გაიაროს კონსულტაცია და თქვენ დააყენებთ გზაზე გაერკვევა მაინც საბოლოო ჯამში არის თუ არა რისი უფლება აქვს და რა შეუძლია რომ მოიმოქმედოს იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის თავისუფლებაც ხშირ შემთხვევაში ფინანსურ თავისუფლებაზეც არის დამოკიდებული ანუ ამით შეუძლია რომ დაგიჭიროს ადამიანმა და ვერსად წახვიდე თუ ის ფინანსურად გმართავს და ამიტომ ჯაჭვურად არის გადაბმული ერთმანეთზე ყველა ეს პრობლემა და ეს ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ არ ვიცოდი ნამდვილად და ძალიან გამეხარდა. რამდენიმე кейს რომ შევეხოთ, აი ყველაზე მძიმე кейსი რომელი იყო, რაზე შეგიძლიათ ისაუბროთ, ვინ კი არა, რა ტიპის მომართვიანობაა თქვენთან უფრო ხშირად და რაზე გიმუშავიათ, ესე ყველაზე მძიმედ რა დაგამახსოვდათ? ეკონომიკური ძალადობის ჭრილში ყველაზე ხშირად არის მომართვიანობა, როდესაც მაგალითად ოჯახი დაირღვევა და თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების გაზიარების სურვილი არ უჩნდებათ ხშირ შემთხვევაში მამაკაცებს მეუღლეებისთვის. ქონებრივი დავები განქორწინების შემთხვევაში ეს არის ყველაზე ხშირი შემთხვევა, თუმცა მოკლედ ემოციური თვალსაზრისით მაინც ყველაზე მძიმე არის ხოლმე ესეთი საქმეები, სადაც რაღაცა გრძნობები, ემოციები ჭარბობს კი ბატონო და ეს ხშირად არის მაგალითად პარტნიორის მიერ ასე ვთქვათ, ესეთი რაღაცა სრულიად ესეთი გულუბრყვილო თხოვნა, რომ თუ შეუძლია აიღოს გარკვეული რაოდენობის სესხი ქალმა, რადგან რაღაცა მას არ აქვს, რაღაცა კარგი საბანკო ისტორია და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ აი სწორედ აი ამ სიყვარულის სახელით რაღაცა შეგვიძლია დავარქვათ აღებული ეს ვალდებულებები შემდგომ იქცევა ძალიან დიდ პრობლემად ქალებისთვის, იმიტომ რომ ესე უცებ ქრებიან, ან იკარგებიან, ან უბრალოდ უარს ამბობენ ამ ფინანსური პასუხისმგებლობის აღებაზე. და იურიდიულად ვერც ამტკიცებ, თქვა. იურიდიულად ცოტა რთულად არის აქ საკითხი, თუმცა ნუ აქაც შეგვიძლია რაღაცა გამოსავლები შევთავაზოთ ქალებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იურისტისგან მიიღონ სწორედ სამართლებრივი კონსულტაცია და მოგმართონ, იმიტომ რომ რაღაც არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა და თუ სამართლებრივად გვექნება რაიმე ბერკეტი, რომ გავუმკლავდეთ მათ ეკონომიკური ძალადობის кейსებს, ჩვენი იურისტები არიან ძალიან მოტივირებულები ამ მიმართულებით. ხა ემოციური თვალსაზრისით უფრო აი ესეთი საკითხებია ხოლმე, სადაც რაღაცა სრულიად გულწრფელი იყო ქალის სურვილი რომ დახმარებოდა, მაგრამ აი იმდენად რთულია იცხოვრო მოძალადესთან, კონდეს მოძალადესთან კომუნიკაცია და ჩვენ ვიცით ხო რომ არიან манипуляტორები და ძალიან მარტივად შეუძლიათ მათ ქალის ნებაზე, მსხვერპლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენა, ხო, ესეთი ფაქტები არის საკმაოდ ხშირი, როდესაც ხდება. ასევე არის აი რაღაცა ბოლო პერიოდში რამოდენიმე შემთხვევა გვქონდა ემიგრანტებზე ეკონომიკური ძალადობის შემთხვევების და აი აქ ხო ეს ყველაზე ემოციური ჩემთვის როგორც დედისთვის იყო ემიგრანტი ქალის ერთ-ერთი კონსულტაცია, რომელსაც გავუწიე მოკლედ კონსულტაცია ეკონომიკური ძალადობის საკითხზე, მოძალადე მეუღლე, მამა ამ შემთხვევაში არ აძლევდა შვილს დედასთან სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლებლობას იქამდე, სანამ დედა გარკვეული რაოდენობის თანხას სისტემატიურად არ ჩარიცხავდა მოძალადე ქმრის ანგარიშზე და
ეს არ იყო რა თქმა უნდა ეხა თანხა ბავშვის სარჩენი, ეს იყო რაღაცა იმაზე მეტი და ხო იცოდა როგორც მსხვერპლმა ასევე მოძალადებ, რომ ეს არ იყო ბავშვის სარჩენი თანხა, რასაც ეს ისედაც დარწმუნებული ვარ, რომ ახორციელებდა. ყველაზე მძიმე ამბები არის ხოლმე ცოტა დაფარული და ხო ძალიან რაღაცა ემოციურია ეხლა ფიქრობ ნებისმიერი დედისთვის არ აქვს ახლა მნიშვნელობა სოციალური მუშაკი იქნება იურისტი თუ ფსიქოლოგი ხო, როდესაც რაღაცა შეშულთან საუბარში გიწევს თანხის გადახდა და ხო ეს არის ძალიან მძიმე ყველაზე მძიმე ხარ რაც შემიძლია გავიხსენო ემოციური თვალსაზრისით кейსი. იცით რა მაინტერესებს ამ თემასაც მინდა რომ შევეხო და ამ საკითხს აი მე ალიმენტის მოთხოვნის უფლება არ მაქვს, რადგან ჩემს შემთხვევაში მამა არ ფიქსირდება დაბადების მოწმობაში, ანუ მე რომ მოვითხოვო, როგორც მე ვიცი იურისტისგან, უნდა ჯერ დნმ-ის ანალიზით დავადასტურო და მე მაგრამ მაინტერესებს ერთი რამ, როდესაც იურიდიულ ქორწინებაში იმყოფებიან და ადამიანები შორდებიან ერთმანეთს და ეს ხდება არაცივილური ფორმით, იმიტომ რომ ცივილურ შემთხვევაში ეს არ იქნება არ არის საჭირო და როდესაც დედა ითხოვს ალიმენტს, ანუ მიდის იმ ზღვრამდე, რომ საქმე მისცეს პროცესში და საჩივარი შეიტანოს თქვათ. როდესაც მამაკაცი იღებს გარკვეულ შემოსავალს, რომელიც იურიდიულად არ ფიქსირდება მასზე, არც თქვათ ქონება ფიქსირდება მასზე, ამ შემთხვევაში რა ხდება? აი ეს ინტერესი მკლავს, რომ აი თქვათ ვიცი რომ იღებს 10,000 ლარს, მაგრამ ეს არსად არ ჩანს და როგორ ვადასტურებ, ან როგორ ხდება ის, რომ შვილისთვის იხდის თანაბრად თანხას, როგორც დედა, ისე მამა. ხო, აი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა ქალმა იცოდეს, რომ შეუძლია სამართლებრივი კონსულტაციით ისარგებლოს. თითოეული შემთხვევა საალიმენტო დავის განიხილება იურისტის მიერ. ის რომ არ უფიქსირდება შემოსავალი მამას, ეს მას არათავისუფლებს ბუნებრივია საალიმენტო ვალდებულებისგან, არათავისუფლებს, რა თქმა უნდა, ბავშვის რჩენის ვალდებულებისგან. ხო, აქ ცოტა რაღაცა ესეთი სამართლებრივი ხრიკებია ხოლმე, რის მოფიქრებაში ჩვენი იურისტები ეხმარებიან. ანუ გამოსავლის პოვნა ამ შემთხვევაში შესაძლებელია. გამოსავლის პოვნა შესაძლებელია სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ იურისტებისგან მიიღონ სამართლებრივი კონსულტაციები ქალებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ აზრი არ აქვს მიმართვას ალიმენტისთვის, იმიტომ რომ აი მას ყველაფერი აქვს გადამალული. ხო, ყოველთვის აქვს აზრი და ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი, ყოველთვის აქვს მოქმედებას აზრი და აი მე ყოველთვის ვუბნები ქალებს, რომ ჩვენ ვართ დედები, მოტივატორები ჩვენი შვილებისთვის. აჩვენეთ მაგალითი, როგორი შეიძლება იყოს ძლიერი ქალი, ძლიერი დედა იმისთვის, რომ მიიღოთ ძლიერი შვილები, ხო? ხო, ეგრეთ ძალიან მნიშვნელოვანია თავად ქალებს გქონდეს ეს უნარი, რომ ვიბრძოლოთ და გავუმკლავდეთ. კი, თუნდაც ჩემი სუბიექტური მოსაზრება ასეთი, რომ თუნდაც ის მცირედი პირველ ეტაპზე რაც შეიძლება რომ იყოს დაკისრებული, ისიც უნდა იყოს, იმიტომ რომ ის ადამიანი ოდესღაც მიხვდეს, რომ ხო ის ვალდებულია, პასუხისმგებლობა მან აიღო საკუთარ შვილზე. აი ეს ჩემთვის ამოუცნობია, ამოუხსნელია, როგორ შეიძლება ჩემს შემთხვევა კიდე სხვა, როდესაც ურთიერთობა საერთოდ არ ქონია, იქ კაცში ეს სიყვარული ბუნებრივად არ ჩდება რა, ურთიერთობიდან მოდის და ასე შემდეგ ბავშვის ზრდასთან ერთად იბადება და ჩემთან კიდე სხვა მომენტია. მაგრამ როდესაც ბავშვთან კომუნიკაცია გაქვს, ურთიერთობ, იცნობ, როგორ შეიძლება ერთ დღეს ის ქალი, ვინც ეს შვილი გაგიჩინა, ისე შეიძულო, რომ საკუთარ შვილზეც თქვა უარი, თუნდაც იმასაც ვუშვებ, რომ შეიძლება ეს ქალი შეიძულო, აღარ გიყვარდეს, როგორც ქალმა მამაკაცი ხდება, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები ვართ და ხდება რაღაცა გვბეზრდება, რაღაცა გვაღიზიანებს რაღაცას და ეს წვეთებით რომ გროვდება, მე სადღაც იხეთქებს. ყველაფერი მისმის, შეიძლება ცივილურად ორმა ადამიანმა დაასრულოს, თუნდაც არაცივილურად ერთმანეთს ეჩხუბოს, ხმა უწიოს, აი რაღაცა ერთმანეთში, მაგრამ აი შვილზე როგორ შეიძლება უარი თქვა და შენ მას არ მისცე საკვების განათლების ჩაცმის ფული, იმიტომ რომ მე ხშირ შემთხვევაში ამბობენ ესე რომ აი მე ის მოიხმარს მერე.
ან იმისთვის როგორ გენანება ასე, რომ შენ შვილს ზრდის, იტოვებს, ან ხელა პასუხისმგებლობას იღებს. შვილი მარტო ჭამა, ჩაცმა და რა ვიცი, ბანაობა ხო არ არის ხალხმა. შვილი სხვის ცხოვრებაზე იღებ პასუხისმგებლობას 18 წლამდე, მაინც სანამ ჭკუაში ჩაჯდება ბავშვი, ასე ვამბობთ, ყოველდღეში ასე ვამბობ. მერეც, მაგრამ აი შენ მართავ, ხო სად წავიდეს, როგორ ამ ყველაფერზე ხარ და შენ არ გაგას პროცენტიანი გარანტია იმისა, რომ ხარ სწორი და მართალი და სწორ არჩევანს აკეთებ, გინდა თუ არა, როდესაც ირჩევ, რომ იქ არ წავიდეს ბავშვი, ხო? ეს ხო უდიდესი ტვირთია და კაცებო, რა დაგემართათ, რამ შეცვალათ ასე, რომ საკუთარ შვილისთვის გენანებათ, აი ვერასდროს ვერ გავიგებ, ვერც დედისგან და ვერც მამისგან, აი არის რაღაცა, რასაც ვერ არა, აი რა თანხა უნდა მიღირდეს იმათ, რომ არ ვიცი, მისესხებია ძალიან ხშირ შემთხვევაში იმისთვის, რომ ჩემს შვილს დაჭირვებია, თქვა 5 ლარი და მე იმისთვის არ მithქვამს, რომ არ მაქვს, იმიტომ რომ ამდენჯერ ხშირად მუდმივად იმის თქვა, ისედაც მორიდებით რო გეკითხება და იცი ბუნებით რა ტიპია, რომ ეს პირიქით იქით აკომპლექსებს შენ რო გთხოვს, რომ მისთვის უარი არ მეთქვა. ხო, იმიტომ რომ მას ეს სჭირდება და აი არ ვერ ვხვდები ასეთი არ სიყვარული საკუთარი ის ვერ გავიგებ, ვერასდროს ვერ გავიგებ მაგას. იცით კიდევ რა მაინტერესებს? გადავიდეთ მაშინ შრომით დამსაქმებლებთან დაკავშირებით. აი როგორ ესმით, როგორ ითვალისწინებენ მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ქალის დასაქმებას. ანუ, იცით რა, ყველაფერი მაინტერესებს, მაგრამ ჩემთვის ისიც მნიშვნელოვანია საათობრივი მუშაობა, როდესაც ბავშვი პატარაა, ანაზღაურება და ასე შემდეგ. აი ეს რო ჩავშალოთ თუ შეიძლება. ხო, ანუ ეს ცალკე ხა მარტოხელა დედების ნაწილში საათობრივ, ასე ვთქვათ, საათობრივ ხელშეწყობას მოდით ესე დავარქვათ. ხოლო ან მარტოხელა დედებზე არ არის მორგებული, ეს არის მორგებული წლამდე ბავშვიან დედებზე, რომლებსაც შეუძლიათ 9 საათით დააგვიანონ, შრომითი კანონმდებლობით ეს რეგულირდება. ну, თუმცა ეხლა ზუზუთი კვების პროცესია, ეხლა გვესმის ხო ქალებს განსაკუთრებით. როგორი მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა პერიოდი გაატარო შენ შვილთან და განსაკუთრებით, ну, ეხლა წლის ზემოთ ვინც აგრძელებს ზუზუთი კვების პროცესს, აქ კიდე ცოტა სხვა ამბებია ხოლმე, იმიტომ რომ მთელი დღე ბავშვთან არ ყოფნა. და შრომითი კანონმდებლობით არ არიან დაცულები, ეს შემიძლია გითხრათ, მარტოხელა დედები არ არიან, ასე ვთქვათ, ცალკე განხილული მათი სამართლებრივი მდგომარეობა. ხშირად მაგალითად ეხლა მე რაც მახსენდება, ორგანიზაციას მომართავენ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი შრომითი უფლებები დამსაქმებლის მხრიდან ირღვევა. აი რა ფორმით არის და რა ფორმით ირღვევა? აი ხა ერთი შემთხვევა რა შემიძლია გავიხსენო, იყო კერძო სექტორში ძირითადად, იმიტომ რომ შედარებით დაუცველ მდგომარეობაში კერძო სექტორში დასაქმებული ქალები არიან. როდესაც რაღაცა მენეჯერულ პოზიციაზე იმყოფებოდა ქალბატონი, ერთ-ერთ კერძო კომპანიაში, გავიდა დეკრეტულ მშობლობაში, მარტოხელა დედა. და რამოდენიმე თვის შემდგომ დამსაქმებელმა შეუცვალა შრომითი პირობები. მან ჩათვალა, რომ მარტოხელა დედა ვერ გაართმევდა თავს ამ პასუხისმგებლობას. ვერც დროის თვალსაზრისით, ალბათ ფიქრობდა, რომ ვერც რაღაცა ფიზიკურად ვერ შეძლებდა ყოფნას მენეჯერულ პოზიციაზე, ამიტომ აი დეკრეტიდან დაბრუნებულ ქალბატონს დახვდა შეცვლილი შრომითი პირობები და ბუნებრივია შეცვლილი ანაზღაურება და ну, აქ რა თქმა უნდა, ახლა დაზარალდა როგორც დედა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რაღაცა იმ კონკრეტული შემოსავლით გაეჩინა შვილი და ფიქრობდა, რომ გაუკლავდებოდა ალბათ ამ საჭიროებებს და ну, ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, რომ ჰქონდა შეცვლილი შრომითი პირობები და შესაბამისად ანაზღაურება. ამიტომ აი ძალიან ისეთი საკითხია, მხარდაჭერის ნაცვლად ხშირად ქალები იღებენ უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე შესაძლებელია მაგალითად ორსულობამდე და მარტოხელა დედის მდგომარეობამდე მათ ქონდათ ხო ეს მოცემულობები, ამიტომ ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ამ ამბავს მე არ შევსწრები ვარ თქვა ამაზე არასდროს მისაუბრია ჩემ და სამწუხაროდ და ძალიან მიყვარს რომ ეხლა ამ ყველაფერს ვისმენ, იმიტომ რომ ეს არის
უდიდესი ტკივილი, უდიდესი დამცირება და შეურაცხყოფა იმისა, რომ ჯერ ერთი სულ რომ მარტო ხელადედა არ იყო, ქალს გეუბნებიან იმას, რომ შენ ამას ვერ შეძლებ, ძალიან სასაცილოა და მე მით უმეტეს საფო ხშირად, როდესაც ახლა სამსახურის საძიებლად დავდივართ ადამიანები და მივდივართ გასაუბრებაზე, გვისვამენ კითხვას ვართ თუ არა დედები, ხო? და ასევე გვისვამენ კითხვას, რომ რა ასაკში არიან ჩვენი შვილები. თუ ჩვენი შვილები არიან ადრეულ ასაკში, ნუ გულისხმობ რაღაცა, შეიძლება სიცხე ხშირად დაემართოს, რაღაცა ბაღისას მცირეწლოვან ბავშვებთან, კიდევ უფრო თავს იკავებენ, იმიტომ რომ შეიძლება ხშირად დამჭირდეს განთავისუფლება და ასე შემდეგ. ნუ აი ეს არის მოცემულობა სამწუხაროდ და ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ზოგადად ქალები და განსაკუთრებით მარტოხელა დედები აწყდებიან, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მათი არ დანახვა. და რა არის ხა არ დანახვა? საერთოდ არანაირი მატერიალური, არანაირი სხვა სახის სერვისი იმაში, რომ სახელმწიფო დაგეხმარო შენ ქალს, რომელმაც აიღე პასუხისმგებლობა, რომ ურის ნაცვლად ერთი გაუმკლავდე, აი ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ფაქტობრივად ტოვებს მარტო. აი ზუსტად ეგ მინდოდა მეკითხა, ანუ სახელმწიფო ბერკეტი არ არსებობს, სადაც იქნება ქალის და მარტოხელა დედის ინტერესი დაცული თუნდაც შრომის ძალიან დაბალი სოციალური გარანტიებია ზოგადად ახლა ქვეყანაში ქალებისთვის, ბავშვებისთვის ეს ვიცით, მაგრამ ფაქტობრივად არ არსებობს სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს და დაეხმარება მარტოხელა დედას. აი, მე რაც მახსენდება არის მუნიციპალური სერვისები. ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად თავის ასე ვთქვათ სამოქმედო გეგმაში სოციალური მიმართულებით, ნუ შეიყვანენ ან არ შეიყვანენ მარტოხელა დედების საკითხებს. გულისხმობ, შეიძლება იყოს ერთჯერადი რაღაცა ფულადი დახმარება, შეიძლება იყოს რაღაცა საკვები ვაუჩერი, ან იყოს რაღაცა სადღესასწაულო დღეებში პირობითად 8 მარტს ან დედის დღეს რაღაცა სიმღერა. რა ვიცი, არასდროს არაფერი მიმიღია, აგერ უკვე 16 წელს არის ჩემი შვილი და ყველაზე მოწყვლადი სხვა შორის არიან დედები, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტში არიან დასაქმებულები, იმიტომ რომ თბილისის მუნიციპალიტეტში თითქმის არ არსებობს მსგავსი მხარდაჭერის პროგრამები. არა, აი აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რომ არასდროს არაფერი. იყო პერიოდი, როცა გავიგე, რომ 50 ლარით ხდებოდა დახმარება და არც მითაკილია მივედი ვიკითხე და მითხრეს, რომ იყო ადრე ოდესღაც, ეხლა აღარ. რა ყოველწლიურად იცვლება პრიორიტეტები და სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ რეგიონებში უფრო მეტად არის ეს მუნიციპალიტეტებში ეს საკითხი განხილული ყოველწლიურად ახლა როდესაც გადავხედავთ ხოლმე სოციალურ პროგრამებს, ვიდრე თბილისის მუნიციპალიტეტში ჩემდა გასაოცრად, რადგან ახლა ვიცით ხო, იმისათვის ყველაზე ბევრი მოსახლეობა თბილისშია. რა იცით, ისიც ძალიან კორელაციით ყველაზე მეტი მარტოხელა დედა თბილისში იქნება ხო? რა თქმა უნდა და გარდა მაგისა, იცით რა მიკვირს და მაოცებს? ის რომ ჯანდაცვის სისტემა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, საყოველთაო დაზღვევაში საერთოდ არანაირად გათვალისწინებული არ არის. არაფრით. ხო, აი ეს საკითხი არის, რომელსაც ალბათ ვერ ამოწურავთ დიდხანს, მაგრამ კი ბატონო, უბრალოდ ვიცით რომ პრობლემა არის და აი რა გამოსავალს ხედავთ? აი სხვა ქვეყნებში როგორ არის? თუ არის ამის გამოცდილება, პრაქტიკა, რა შეიძლება გადმოვიღოთ, გადმოიტანოთ ეს მებასურველზეა დამოკიდებული თუ აი რა შეიძლება მოვიმოქმედოთ იმისა, რომ დაგვინახონ, შეგვამჩნიონ და მოგცენ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი რესურსი იყოს მაქსიმალურად გამოყენებული. ყველაზე მთავარი თქვენ სწორად ახსენეთ, დაგვინახონ. ყველაზე მთავარია სახელმწიფომ დაინახოს და გააცნობიეროს, აღიაროს და ასევე გააცნობიეროს საჭიროება დახმარების და მხარდაჭერის. ნუ ერთი არის ჩემი არჩევანია, როდესაც სრულწლოვანი ქალი ვიღებ გადაწყვეტილებას, ხო? ვაჩენ შვილს ან არ ვაჩენ, როგორ ვაჩენ, რა სტატუსით ან ისე შემდეგ, მაგრამ მეორეა შენ როგორ მონაწილეობ სახელმწიფო ჩემი ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერის პროცესში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამწუხაროდ უნდა ვთქვათ ის რაც არის, ხო? ვერაფერს ვერ შევალამაზებთ. პირიქით ძალიან შევამაზებთ პრობლემები, უნდა ვაჩვენოთ ის პრობლემები, რაც
რის წინაშეც მოუწევთ მარტოხელა დედებს და უკვე მარტოხელა დედები რასაც უმკლავდებია, ხო? ეს არის თითქმის არ არსებული სერვისები. ერთადერთი რაც შეიძლება ახლა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტს გულისხმობ დავინახოთ, ეს არის ბაღების რეგისტრაციის დროს უპირატესი წესით სარგებლობა და ეს სხვათაშორის არ არის რაღაცა ცუდი მომენტი, იმიტომ რომ ახლა ვიცით რომ როგორი გაზრდილია მოთხოვნა საჯარო ბაღებზე, იმიტომ რომ ნუ ახლა ყველა ვერ წუდება ამ კერძო ბაღის გადასახადს. და ნუ ეს არის რაღაცა არ ვიცი, აი რაღაცა წამების ამბავში რო წდება, ეხლა ვინ დაარეგისტრირებს, ვინ რო დაარეგისტრირებს, მთელი სამსახური ჩართული ვიყავით. ხო, ამიტომ ეს დამნიშნულოვანია, რომ რაღაცა ნაწილში ეხმარება ამ ნაწილში, იმიტომ რომ მე თუ ბაღში მე ვიყვარ შვილს, რაღაცა პატარა დრო გამომითავისუფლდება იმისთვის, რომ დავსაქმდე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაღიც არ არის მორგებული ჩვენს რაღაცა 9-დან 6-მდე გრაფიკს, ხო? ნუ 6-ზე უკვე უნდა გამოიყვანოს შენ შვილი და საცობია ქალაქში და სადღაც 4-ზე უნდა დაიწყოს. საცობია ქალაქში, სადღაც 2 საათი გჭირდება რომ მიხვიდე და ნუ მოკლედ ეს ცალკე სირთულები. ცალსახად არის დამსაქმებლის კეთილნებაზე. მე თუ ვარ თქვენი დამსაქმებელი სოფო, მე უნდა ვაცნობიერებდე თქვენ საჭიროებას, მე უნდა ვიყო სენსიტიური, მე უნდა მესმოდეს რა არის თქვენი საჭიროება, ან როგორ შემიძლია გაგიწიოთ მხარდაჭერა. ნუ აი სამწუხაროდ ახლა ამას ყველას ვერ მოუთხოვთ, ხო? ამიტომ საჭიროა ერთი რომ სახელმწიფო ხედავდეს, მეორე იყოს ცნობიერება მეტი რაღაცა საინფორმაციო კამპანია, მეტად ველაპარაკოთ როგორც კერძო სექტორს, ასევე საჯარო უწყებებს, რატო არის მნიშვნელოვანი ამ ადამიანებს ხედავდეთ და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ და ყველაზე მთავარი საკანონმდებლო რეგულაცია, ხო? ეხლა მე თუ თქვენ ყოველდღიურად გაგათავისუფლეთ სამსახურიდან მარტო იმიტომ რომ მარტოხელა დედა ხართ, მე სხვის უფლებებსაც დავარღვევ, იმიტომ რომ ეხლა შრომითი კანონმდებლობით არ არის ეს გათვალისწინებული, რომ მე თქვენ გაგიწიოთ ამგვარი მხარდაჭერა, მხოლოდ იმიტომ რომ მარტოხელა დედა ხართ, ხო? ნუ ვიღაცა შეიძლება არ არის მარტოხელა დედა, მაგრამ რაღაცა მარტო უწევს მაინც ამ გამოწვევებთან გამკლავება, ამიტომ ხო, აი, ნახეთ ხშირად, როდესაც თუნდაც ჩვენს ორგანიზაციას მომართებს ხოლმე ქალბატონი ამბობს, აი, მე ვარ მარტოხელა დედა და მე როდესაც უკვე აი რაღაცა კონსულტაციას უწევა, ჩავეკითხები, აღნიშნება, რომ ის მარტოხელა დედა სტატუსის მატარებელი არ არის, მაგრამ ფაქტობრივად მარტოა, წავიდა და იკარგა აი ძალიან კარგი და ასე შემდეგ, ხო? ძალიან მარტოხელა დედა არის, აი, ამ ფორმითაც სტატუსო ასე თქვა. ჩვენს ქვეყანაში მე არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ ხდება, იმიტომ რომ მე იქ არ მიცხოვრია და თავს ვერ დავდებ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში პრობლემა არის ეს. მე რომ შევდივარ მარტოხელა დედათა რიცხვში, კიდევ შედის 3 კატეგორია, მარჩენალ და კარგული და კიდევ 2 აღარ მახსოვს დასახელება, მაგრამ ჩემს გარშემო, ჩემი მეგობრები, რომლებიც არიან განქორწინებულები და ბავშვი მამის გვარზია, ანუ იურიდიულ ქორწინებაში იყვნენ, განქორწინებულები არიან და არ არიან სტატუსის არ არიან სტატუსი, ისინი არ არიან მარტოხელები, დანდავს მარტოსდიან, მამა თვეში ერთხელაც კი არ ნახულობს ბავშვს და რა ვიცი, მარტო რო ვზრდი, ეს უკვე ავტომატურად არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მარტოხელა დედა ვარ, ამის დადგენას რა უნდა, რამდენად არის თანამონაწილე მამა შვილის ცხოვრებაში, ხო, რომ თუნდაც დაიტოვოს, თუნდაც გაციების დროს დაეხმაროს, რა ვიცი, 1000 რამის გავლა გვიწევს. ნუ ერთია ის საალიმენტო ვალდებულება, მაგრამ საალიმენტო ვალდებულების იქეთ ახლა თქვენ თავად აღნიშნეთ, ხო, რომ გაცივდა, უნდა დაიტოვოს, მე გავცივდი და ვერ ვული ხო შვილს და შენ უნდა მე უამრავი საჭიროების წინაშე ვდგებით, რის გამოც შეიძლება დაგჭირდეს ბავშვის ვინმესთვის დატოვება და ეს ვინმე ხوار უნდა იყოს მართლა თუნდაც ბაღიდან გამოყვანის დროს იმედი ხომ უნდა გქონდეს რომ ვიღაცას დაურეკავ ჩვენ თუ ვერ ასწრებ რომ გამოიყვანო და რაც შეეხება დამსაქმებელს კერძო სექტორში იცით მე ვფიქრობ რომ თუ კანონმდებლობა იქნება ძლიერი და ყველა ქალზე მორგებული იმისთვის რომ მათი უფლება იყოს დაცული ის ამდენს ვერ გაბედავს ასე მგონია და ერთს გავაჟღერებ რომ ერთ-ერთმა მაყურებელმა მომწერა რომ ეს მარტოხელა დედა უყურშიო ძალიან უხეშად ჟღერსო სანამ ამ გადაცემას დავიწყებდი ჩემთვისაც ძალიან უხეშად ჟღერდა ეხლა ისე შევეჩვი ისე მიყვარს და ისე მომწონს ისე თბილად მხვდება და ეს არ არის ხალხო ეს არ არის რაღაცა ჩემი დაკნინება და სულაც არ მინდა რომ ვიღაცა მე მითხრას რომ შენ რახან მარტოხელა დედა ხარ თავზე ხელს გადაგისმევ და შეცდომას გაპატივა არ მინდა მე მინდა ყველასთან ვიყო თანასწორი და
თუ შემეშალა მეც ისევე დავიცაჯო თქვა როგორც სხვა, მაგრამ არც ის მინდა რომ რახან მარტო ხელა დედა ხარ არ მიგიღებ მე შენ სამსახურში. ანუ ჩვეულებრივი სრულფასოვანი სოციუმის წევრი მინდა ვიყო. საზოგადოებაში მინდა ვიყო ადაპტირებული როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. და სუეშია რა მარტო ვიზიტო არა. ეს მიღწევა იმ შემთხვევაში, შესაძაც გვექნება ინკლუზიური გარემო ყველასთვის. ყველასთვის, ყველა ქალისთვის, სწორად აღნიშნეთ. ხო, თუმცა ეს ვფიქრობ, უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა და იმეც ვიტოვებ სახელმწიფო დაინახავს ამ საჭიროებებს, რასაც მე მზად ვარ, აი, ხანდახან ძალიან ბრაზდები ხომ გადაცემის ჩაწერის დროს იმაზე, რომ აი რაღაცა უსისურების შეგრძნება მაქვს, რომ აი ვაკეთებ თითქოს გადაცემას და არავის არ ესმის, იქამდე არ მიდის, სადამდეც უნდა მივიდეს, ვისაც უნდა ესმოდეს და ხვდები, რომ უფრო მეტი აქტიურობა არის საჭირო. ეხლა ეს გადაცემა ალბათ გადაიდება და სექტემბრიდან დავიწყებთ გადაცემების დადებას, ისევე მაყურებელს ვეთქვი, რომ ეს გადაცემა აგვისტოშია ჩაწერილი და სწორედ ველოდები სექტემბერს, რომ ცოტა მოვიდეთ, გამოვიდეთ, ეს დასვენება ყველას გვჭირდება, როგორი დასვენება, რა მნიშვნელობა აქვს რაღაცა განტვირთვა და მე აუცილებლად ცოტა სხვა კუთხითაც დავიწყებ მუშაობას. თქვენთანაც მოვალ იურიდიულ კონსულტაციებს გავივლი და ყველას ვისაც შემიდახმარება დასჭირდება, რაშიც კი შემეძლება, მზად ვიქნები, რომ აი ჩავეძიო, გამოვიკვლიო, გავარკვიო და სადაც საჭირო იქნება, მივიდე და მივაწვდინო ხმა და ვთქვა, რომ ვარ, აი აქ მე ეს და ჩვენ გვჭირდება დახმარება და არ ვართ ჩვენ 10-ნი, 20-ნი, ჩვენ ვართ ძალიან ბევრნი. და მარტო მე არა, აი ის გაშორებული რომელიც არის და არა აქვს სტატუსი, ისიც ამ სტატუსის მატარებელი უნდა იყოს, იმიტომ რომ მას შეიძლება ჩემზე უფრო მეტი პრობლემა აქვს, იმიტომ რომ მე შეიძლება ვიღაცა სულ რომ მარტო ვარ დამეხმარა, იქ კიდე სხვა ბევრი პრობლემაა და არა, საფო, თქვენ შეიძლება სამართლებრივად არ გიწევდეთ რაღაცა პროცესები, აი თუნდაც არ მონაწილეობს მამა, მაგრამ ხელს უშლის ბავშვს. ეს შეიძლება იყოს ქვეყნიდან გაყვანის ნაწილში ნებართვის გაცემა. იმ შემთხვევაში უჭირს. კი და შეიძლება რაღაცა ნაწილში თქვენზე, ვთქვათ, სტატუსიან მარტო ხელა დედაზე გაცილებით მეტი პრობლემის წინაშე. რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარი მეუბნება, რომ შენ რამდენით წინ ხარ ჩემზე, არიციო რომ შენ ეგ სტატუსი გაქვს, იმიტომ რომ მე ქვეყნიდან რომ გავიყვანო მჭირდება იმის ნებართვა და 1000 წვრილმანი რაშიც დაბრკოლებას ხვდება ეს ჩემი მეგობარი და მარტო ჩემი მეგობარი ხო არა 1000 და უფრო მეტი ადამიანი და ქალბატონი და ამიტომ რა ვიცი რაღაცა მგონია რომ ჩვენც უნდა ავიღოთ ჩვენს ხელში და ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიჭროთ. ხალხს ბევრი შეგვიძლია. კი. ძალიან დიდი მადლობა. მართლა ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. ემოციურადაც, ადამიანურადაც რაღაცა გავცვალეთ აზრები და ვხვდები რომ მე მარტო არ ვარ და აი შეიძლება თქვენი იმედი მქონდეს, საფარის იმედი მქონდეს, სადღაც მივიდე. მე მიხარია რომ იმ ქალბატონებს, რომლებიც მიყურებენ და ძალიან ბევრი მწერს, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ასე შემდეგ, აი ახლა გავაცანი რომ არსებობს საფარი, სადაც შეუძლიათ მივიდნენ და გაიარონ კონსულტაცია. იმას მაინც გაიგებენ, რა სტატუსი ეკუთვნით, რა მდგომარეობაში არიან და რა დახმარება სჭირდებათ. და ძალიან გამეხარდა და ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ძალიან საინტერესო საქმისთვის, რასაც აკეთებთ. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა წარმატებები და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. არ დაგავიწყდეთ YouTube-ის გამოწერა და ზარის ღილაკის გააქტიურება. Facebook, Instagram, TikTok-ი გამოგვიწერეთ, იაქტიურეთ, მომწერეთ, ძალიან მიხარია თქვენი თითეული კომენტარი. და მიხარია გამომწერების მომატებაც. გამოგვიწერეთ, ჩვენ გავძლიერდებით და ერთად ყველაფერს შევძლებთ მე ამის მჯერა და ჯერა იმისი რომ ახალ წლამდე აუცილებლად გამოჩნდება ჩვენთანაც სპონსორი, რომელიც ძალიან გვჭირდება. ძალიან დიდი მადლობა ჩემს ოპერატორს იმისთვის, რომ ამ სიცხეში ასე იღლება და უსასყიდლოდ ჩემს გვერდით არის. ძალიან დიდი მადლობა ყველა რესპონდენტს, ვინც მოდის და მადლობა მწერალთა სახლს სივრცის დათმობისთვის. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.